დილამშვიდობისა საქართველო, კვლავ მოგესალმებით სიამოვნებით, მადლობა რომ გვისმენთ ყველგან მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე. იმედი ჯიმაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შემოგვერთა მიხეილ საგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ბედნიერი დილა პირველში და ბედნიერი კვირა. ყველას მინდა გისურვოთ განწყობა დადებითი, იმიტომ რომ კვირა მთლიანობაში კარგია. ამიტომ განწყობაც ფირდება დადებითი, რომ ამა კიდე ხელი შეუწყოს ამ კარგ მოვლენებს, რომელიც მოსაუდნელია ამ კვირაში და რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში, ესე იგი, მოლაპარაკებები გინდათ, ხელშეკრულებები გინდათ, ახალი საქმის დაწყება, ურთიერთგაგება, ყველაფერი მაღალ დონეზეა. მაგრამ არის გარკვეული ნიუანსები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, გეომაგნიტურ დღეებს და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ამ კვირაში უკვე რეალურად იწყება ზაფხული. მოდი ეს ვთქვათ, ის მონატრებული ზაფხული, რომელიც ყველას სჭირდება, ტემპერატურა საგრძნობად მოიმატებს, მაგრამ ყველა თანაბრად ამას ვერ აღიქვავს, ხო? იგივე დავუშვათ ადამიანები, ვისაც აქვს პრობლემა გულსიზარღვან სისტემასთან, მოხუცები, ცოტა მძიმედ გადაეტანენ უცაბეთ ესეთ ცვლილებას ტემპერატურას და ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. აი გეომაგნიტურ დღეებში აი ეს ყველაფერი ზეგავლენა განსაკუთრებით ძაფრია. ამიტომ გეომაგნიტური დღეები ჩვენ გვაქვს დღეს ორშაბათს, შემდგომ უკვე ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი დღე. აი ეს დღეები გავითვალისწინოთ. აქ შეიძლება მუცაბედმა მაგალითად თუ თავის ტკივილი გძენით ან რაღაც სხვა სახის დისკომფორტი, რაღაც გაგონება განწყობაზე არ ახარ და შენ აუცილებლად მიექცეთ ყურადღება წნევას. მეტუმეტეს არის ადამიანი ისეთი არაერთი ვიცი, რომელიც ძალიან რეაგირებს აი მეტეოცვლილებებზე, სასტიკად იცვლება მისი წნევა. და ამისკენ გამომდინარე განწყობაც. ხო, ამიტომ აკონტროლეთ წნევის გომარობა, შესაბამისი პროფილაქტიკა გინდა ყავით, გინდა ასე ვთქვათ, წამლებით გამოიყენეთ, რომ უფრო კარგად იქნოთ თავი, შვიდად გაიაროთ ეს დღეები. ეს ერთი. მეორე, მავნეჩვევებისგან გინდათ განთავისუფლება, გამოიყენეთ ხუთშაბათი და პარასკევი. აი საუკეთესო დრო. გინდა თამბაქოს წევრებს ეხება ეს, გინდა ალკოჰოლური მიდრეკილებების ადამიანებისმიერს. აი ეს საუკეთესო დღეებია, სწორედ რომ უარი თქვათ მავნეჩვევებს. ეხლა რა შეეხება კიდევ მშვენ მოვლენებს, ესე იგი ორშაბათი დღეს. დღეს რა ხდება? დღეს ამ მშვენი მოვლენა სხვა ტესტური მოვლენა გვაქვს ჩანსის კაბადონზე ურანი. მოგახსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტა, ურთულესი, იმიტომ რომ აქ ძალიან თავისი ნეგატიური და აქ ძალიან კარგი დადებითი შესაძლებლობები და თვისებებიც. პლანეტა ურანი საერთოდ ნელა მოძრაობს. თითოეულ ზოდიაქოში 7 წელი იმყოფება. აქამდე იგი იმყოფებოდა კურო ზოდიაქოში ბოლოს 7 წელიწადი. და ეხლა იგი სწორედ დღეიდან გადადის ოღონდ ტესტურად 8 ნოემბრამდე ტყუპების ზოდიაქოში. მერე დაბრუნდება უკან და მერე უკვე 2026 წლის აპრილიდან უკვე 7 წლით გადაასვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ანუ ეხლა 8 ნოემბრამდე მიაქცეთ ყურადღება. ეს არის ტესტური პერიოდი. ანუ ის დაახლოებით გვიჩვენებს იმას, რა არის მერე მოსაოდნელი 2026 წლის აპრილიდან 7 წლის განმავლობაში. ეხლა არის პატარა ვთქვათ მინიშნებები ამის მიმართ. ეხლა რადგან ტყუპებში გადადის, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს არის რეფორმების, ეს არის თავისუფლების, ეს არის მოდი ასე ვთქვათ სიახლეების მმართველი პლანეტა. როცა იგი გადადის ზონაში ტყუპების, ეს ნიშნავს, რომ დიდი რეფორმებია მოსაოდნელი მას-მედიაში. ყველა სახის საკომუნიკაციო სფეროებში შეიძლება ახალი ტექნოლოგიები წამოვიდეს, რევოლუცია იყოს ტექნოლოგიურ და პროგრამულ სისტემებში, ნამდვილი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. მზად იყავით სერიოზულ ცვლილებებისთვის, რომელიც შეიძლება მოხდეს ტურიზმში, საგანმანათლებლო და ასევე პოლიტიკურ სფეროში, აქაც დიდი ცვლილებების წინაშე შეიძლება მოხდეს სპორტში, შეიძლება იყოს სერიოზული ცვლილებები, პედაგოგიურ სფეროში, სწავლების მეთოდოლოგია შეიცვალოს საერთოდ. ამიტომ ცვლილებები გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი, ფართო მასშტაბიანი და მათ შორის მეორე მას-მედიასაც შეეხება და საერთოდ ყველა საკომუნიკაციო სფეროს. სატრანსპორტო სფეროში იქნება ძალიან დიდი ცვლილებები. შეიძლება მაგათ ესეთი მანქანები გამოვიდეს, რომელიც ჩვენთვის იყოს წარმოუდგენელი და შეიძლება იფრინონ კიდეც ამ მანქანებმა. გამორიცხული არაფერი არ არის. მზად იყავით რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებებისათვის და აი ხა 8 ნოემბრამდე ეს პატარა ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება, ეს ტესტურად დავინახავთ. რა არის მოსაოდნელი უკვე შემდეგი წლის აპრილიდან 7 წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა მეკითხებია ხოლმე კარგი იქნება თუ ცუდი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. როგორ გამოავლენთ, ხო? თქვენ შესაძლებლობებს, რამდენად მიესადაგებით თანამედროვე მოთხოვნებს, იმიტომ რომ თქვენ გინდათ, არ გინდა, შეიძლება არ გინდათ ძველისგან განთავისუფლება. მიჩვეული ხართ იმას, კარგად ხართ იქ, ხო? არა, ურანი ამას არ გაპატიებთ, ამის საშუალებას არ მოგცემთ. ურანი არის სიახლეები, ურანი გეოვნებათ, განვითარება გინდათ, უნდა შემოვიდეს სიახლე.
სხვანაირად ვეღარ განვითარდები და ამიტომ გინდათ არ გინდათ ის სიახლეს მაინც შემოიტანს. ამიტომ უჯობესია კი არ შევეწინააღმდეგო და ვეჭიდაოთ ურანს, არამედ მივიღოთ ის და მივისადაგოთ თქვენთვის მისაღები ფორმით. და თუ თქვენ დაიწყეთ აქ ჭიდაობა და პროტესტები და შემდგომ მაშინ უკვე დარჟის პროგრამას ჩაგირთდათ ურანი და გასძლევით რთულად დასრულდება ყველაფერი. ამიტომ ურანს აქ დადებითი სხივით და უარყოფითი. თუ თქვენ იღებთ ან ინფორმაციას სიახლეების შესახებ დადებითი სხივის წინაშე აღმოჩნდებით და იქნებით წარმატებული. თუ არა და მაშინ უკვე სირთულეები იქნება მეტი. ეხლა რაც შეეხება მეორე მშვენ მოვლენას, აქაც არის ცოტა აზრთა სხვადასხვაობა, მინდა დავაზუსტო. ესე იგი 11 რიცხვში ჩვენ პარასკევს ღამე 0 საათზე 38 წუთზე გვაქვს სავსე მთვარეობა. ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება კერჩხების და თხისკა ზოდიაქალურ ღერძზე. მაგრამ მე რადგან აქცენტი გავაკეთე 10 რიცხვზე არაერთხელ. ესე იგი საზოგადოება მაინც ჩათვალა რომ 10-შია სავსე მთვარეობა. თუ ჩვენ გვინდა კალენდარული კუთხით მივუდგეთ 11-შია სავსე მთვარეობა 0 საათზე 38 წუთზე. ხა რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ მთელი ღამე ქალაქი დუხს. ამ დროს გამალებული მოძრაობაა ქუჩაში. და ამიტომაც ყველასთვის, მათ შორის ღამურებისთვის საყურადღებოა ეს ინფორმაცია, რომ ამ დროს იყვნენ ფრთხილად, მაგრამ 10 რიცხვი ხუთშაბათი გაცილებით უფრო რთულია. ანუ ნამდვილი სავსე მთვარეობა შეიძლება უფრო 10 რიცხვში გამოჩნდეს, რაც შეიძლება გამოვლინდეს ჯანმრთელობის გაუარესების კუთხით და განსაკუთრებული ყურადღება რისკ ჯგუფშია, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, მკვეთრ მოძრაობებს და სიმძიმეებს მოერიდეთ და ასევე აკონტროლეთ ხარისხი, საკვების და სასმელეს, იმიტომ რომ მოწამვლის ტენდენციები და სუსტდება კუჭნაზლავის ზონა, მოწამვლის ტენდენციაც მაღალია. ამიტომ ეს ტენდენციებია გავითვალისწინოთ, ეს ყველაფერი 10-ში 10 ყველაზე რთული დღე, ამიტომ კონფლიქტების ალბათობა, ცდუნებების, შეცდომების დაშვების, ხასიათვალებადობის, ეს ყველაფერი აქ მატულობს. აკონტროლეთ მაქსიმალურად ემოცია, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დაგეკმოთ. შვიდად გავიაროთ ეს დღე და 11-ში დღის პირველი ნახევარი პატარა შლეიფის მომტანი იქნება კიდე ამ სირთულეებისა. მე როგორ მეორე ნახევარიდან ნელ-ნელა სიტუაცია და ენერგია შეიცვლება და დამშვიდდება. ამიტომ რეალურად 11-შია, მაგრამ ძირითად მის ენერგიებს ჩვენ ვიგრძნობთ უფრო 10-ში. თუმცა 11-ის პირველი ნახევარი ცოტა ყურადღებით გავიაროთ. ეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ პერიოდში. და კიდე ერთი მოვლენა მინდა გითხრათ, კვირას რაც ხდება, მე-13 გრადუსს გადის შავი მთვარე მორიელის. ეს ძალიან მძიმე გრადუსია, რაც ნიშნავს იმას, რომ იყავით ყურადღებით, არ აყვეთ ცდუნებებს. დაახლოებით უახლოესი 1 კვირა ცდუნებების ალბათობა და ბნელ ძალებთან შეკვრის ალბათობა ძალიან მაღალია. ამიტომ გავით ყურადღებით, რომ აქ თქვენი მოქმედება, სიტყვები და აზრები იყოს ნათელი და არ აღმოჩნდეთ მერე ბნელი ძალების ზეგავლენის ქვეშ. რისი ტენდენცია აქ მაღალია. მათ შორის ფრთხილად ალკოჰოლურ სასმელებთან, ნარკოტიკულ ნაერთებთან და ამდაგვარ სხვა ტენდენციებთან, აი ეს მიზიდულობები ამ პერიოდში კიდევ მოიმართებს 13 გრადუსის გამო მორიელისა. და აღვნიშნოთ, რომ ეს ძირითადი ესეთი ტენდენციები მოვლენები ამ კვირისა, რომელსაც უნდა ყურადღება, მაგრამ რადგან მაინც კვირა კარგია სასიკეთოა მთლიანობაში, ხლა აი ამ ტენდენციის გარდა 10 რიცხვი და 11-ის პირველი ნახევარი სხვა დღეები არის საკმაოდ კარგი. წარმატებული და ყველას გვაძლევს საკმაოდ კარგ შანსებს და შესაძლებლობებს იმისთვის, რომ გარდაქმნა ცხოვრება. და ახლა ამაზე ვისაუბროთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რაში მეტად გაუმართლებს, რა ტენდენციებია მოსაოდნელი. მინდა გითხრათ, რომ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში ისეთი ნიშნებიც კი, რომლებიც ეხლა წესით არ უნდა ეყვნენ ფორმაში და წარმატებულები, ისინი წარმატებულები არიან. აი დავიწყოთ ვერძით. ჩააწყვეს ეთქობა. ხო, ეს ეხლა ხო, მას ხოთ მითხრა კიდე ერთმა, რომ ზევით ხوار ჩააწყვეო, თუმცა მე არაფერ შუაში არ ვარ. სამყარო ესე ინება, რომ შედარებით შვიდად გავიაროთ. ვერძის ენერგოტონუსი ეხლა ცოტა დაბალია. აი ამიტომ ცოტა ყურადღება ვერძებორის მიმართ. დაიღალეთ, ოღონდ არ გადაიღალოთ. გადაღლის შემთხვევაში უკვე შეცდომებს დავუშვებთ, რატომ? იმიტომ რომ ადვილად ხდება დახარჯული ენერგიის შემდგომ არა აკუმულირება, არამედ პირიქით კიდე მეტი ხარჯვა. და აქედან გამომდინარე, რადგან თქვენ ენერგიის აღდგენა ხდება ორგანიზმში ნელა, შეიძლება აქედან გამომდინარე ნორმალურად არ იმუშაოს თქვენმა ტვინმა. არ იყოთ სათანადო ხასიათზე გადაღლის შემთხვევაში. ამიტომ ნუ გადაიღლებით, მაგრამ დაიღალეთ. რატომ? იმიტომ რომ საქმეები ძალიან კარგად წავა. ინიციატორი იქნებით არაერთი საინტერესო იდეებისა. საინტერესო ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდება
ოჯახი შეიძლება რადიკალური ცვლილებები შეიტანო და სახლი გაალამაზო და შეიძლება ავეჯის იყიდოთ, სანტექნიკა გამოცვალოთ, იგივე ელექტრობას, ასე ვთქვათ, მისცეთ ახალი შესაძლებლობები, საოჯახო ურთიერთობები გაუმჯობესოთ, რაც თავარია და შეიძლება ბიზნეს სფეროში საკმაოდ კარგი და წარმატებული იყოთ. ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ მრავალმხრივი. თან ინტუიცია მატლობს თქვენში, ინტუიციაზე დაყრდნობით, შეიძლება უფრო სწორი არჩევანიც გააკეთოთ. მაგრამ ეს დროის პერიოდი კარგია იმისთვის, რომ შეიძლება ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ, დაანერგოთ და ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც ნაყოფიერი იყოს. ეს უდავოა, ამიტომ პერიოდი მთლიანობაში კარგია. მთავარია გადაღლის გარეშე გაიაროთ იგი. და ცოტა ყურადღებით იყოთ მაინც 10 რიცხვში, 10-11-ის პირველი ნახევარი ყურადღება კონტროლი ემოციის მიმართ. რაც შეეხება ახლა კუროს ზოდიაქოს ნიშანს, კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ნელ-ნელა ჯანმრთელობა უმჯობესდება, ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი კარიული განვითარებისთვის, მატერიალური გამორების გასაუმჯობესებლად. კვირა საკმაოდ კარგია, შეიძლება ახალ საინტერესო იდეებში, პროექტებში ჩაერთოს მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების დადების პერიოდიც არის კუროსთვის და ამავდროულად შეიძლება ძველ მეგობრებთან, ძველ ნაცნობებთან მოხდეს შეხვედრა. ამათანაც შეიძლება ძალიან ახლებურად განვითარდეს ურთიერთობა, რაც ფრიაცას კი თუ იქნება და ასევე აღმოჩნდა ის, რომ კურო საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს სწავლისთვის. ხო შეიძლება ახლა მის გამოცდებზეა. აი საკმაოდ კარგად შეიძლება ჩააბაროთ, იმიტომ რომ მახვილი ტვინი აქვს ახლა კურო სწრაფად მოძრაობს, მისი გონება კონტაქტურია, კომუნიკაბილურია, მგზავრობა მოგზაურობისთვისაც. პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი და უდავოდ საინტერესოა. შთაბეჭდილებით ახსოვს იქნებით იგივე მგზავრობის შემდეგ. ეს არის პერიოდი ახალი ნაცნობობისა და ახალი მეორე პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბების. ამიტომ გინდათ ფინანსურად, გინდათ კარიერულად, ყოველხრივ პერიოდი სასკეთოა თქვენთვის იაქტიურად. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპები ერთ-ერთი თუ რამეს უჩივიან აქ ჯანმრთელობას, რატომ? იმიტომ რომ მეტი უნდათ. იმიტომ რომ შანსები, პერსპექტივები ძალიან კარგია, მაგრამ ჯანმრთელობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ გადაიღალონ. არა და გადაღლის ხიფათი არის, მაგრამ თუ გადაიღალეთ, მაშინ ხდებით სულ სწრაფი და ნევროზული და შეცდომებს უშვებთ. ამიტომ ნუ გადაიღლებით, მაგრამ დაიღალეთ. რატო? იმიტომ რომ მრავალფეროვანი კონტაქტების პერიოდი, საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ, ახალი პარტნიორული ურთიერთობა, შეიძლება რომანტიკული კავშირები, ხორცინებისთვისაც კი კარგი პერიოდი. აქ შეიძლება თქვენ მაგალითად ახალი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. ეს ის პერიოდი, რომელსაც თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ სხვათა შორის დაამყაროთ კონტაქტები მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან და ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს. პერიოდი კარგია მათ შორის სასკვალო რომანტიკული ურთიერთობებისთვის და აქ შეიძლება ბიზნეს საქმიანობაც საკმაოდ კარგად წარიმართოს. თავარი არის რა? მზად იყავით სწრაფი ცვლილებებისთვის, მაგრამ ამავდროულად იმოქმედოთ პრინციპით ჩვენჯერ გაზომერთხო გაჭერით. თან სიფრთხილე და თან დროული გადაწყვეტილებები, რომ მიესადაგოთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ პერიოდში და არ დაგვიანოთ. აი ეს ტენდენციები გასათვალისწინებელია, სხვათა მატერიალური კუთხითაც ადრეული საქმეები და ჯენს საინტერესო დივიდენდები შეიძლება მიიღოთ და გამოუჯობესოთ თქვენი მატერიალური გამარჯვება. თავარი ფავორიტი რასაკვირველი ამ კვირისა ეს არის კირჩხიბი. კირჩხიბებო, ეხლა თქვენი დროა, იაქტიურეთ და ამიტომ შანსები წარმატებისა იღბალი თქვენს მხარეს არის. გქონდათ რაღაც სასამართლო პროცესები, რაღაც გაურკვეველი საკითხები, პრობლემური საკითხები, ყველაფერს ეხლა ძალიან ადვილად გადაწყვეტავთ. შარმი, მიზიდულობა, არნახული. და ამ საერთოდ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს ხასიათს და თქვენში მატულობს მებრძოლის სულისკვეთება. ამიტომ არაფერს არ უშინდებით, ახალ პროექტებშიც აქტიურად ეგმებით, ახალი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს საინტერესო ახალი წინადადება, ან ახალი თანამდებობის წინაშეც კი აღმოჩნდეთ. და როგორც ლიდერი, ორგანიზატორი საკმაოდ კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს. გინდათ ქორწინება, გინდათ სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობა, გაითვალისწინეთ ეხლა იღბალი თქვენს მხარეს არის. ამიტომ რაც შეიძლება მეტად ეაქტიურეთ. ყველაფერი გამოგივათ. რაც შეეხება უკვე ლომებს, სხვა შორის კარგი პერიოდია. მინდა გითხრათ მეხვდეთ იმისა, რომ ლომი ეხლა უნდა იყოს საკმაოდ ცუდად. რატო? იმიტომ რომ ეს არის დაბადების წინა პერიოდი. მართალია ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ შედარებით ადვილად იღლება და ამიტომ დრო და დრო დასვენება აუცილებლად ესაჭიროება, გადაღლის გარეშე უნდა ემოქმედოს, მაგრამ უნდა ემოქმედოს. რატო? იმიტომ რომ ბევრი კარგი შანსი აქვს. პარტნიორული თანამშრომლობა, მშვენიერი, ახალი ნაცნობობა, გადასარევი, აქ შეიძლება ჩაებოსეთ საინტერესო პროექტებში, რომელიც მატერიალური კუთხით იქნება წარმატებული. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს პერიოდი მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით. შეიძლება ახალი პარტნიორები გამოჩნდეს, როგორც ბიზნეს საქმიანი, ასევე სასიყვარულო რომანტიკული. ამიტომ შესაძლებლობები აქ მრავალმხრივი. რაც ასე დროს ტრადიციულად მას არ აქვს. ამიტომ შეუძლია ახალი იდეების რეალიზაციაც მოახდინოს, ძველი საქმეები წარმატებით დაასრულოს და საერთოდ საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც მოექცეს. ამიტომ შანსები აქვთ ძალიან მაღალი, ოღონდ მთავარია არ გადაიღალოთ, აკონტროლოთ რა ხდება თქვენ ზურს უკან
და რო ცოტა ფარულტრები აქტიურდებიან, ეს უფრო შემდეგ კვირიდან თვალსაცემ იქნება ამ კვირაში ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც ეს ხდება და ენას ყველი დაჭირეთ. საიდუმლო დაიცავით, ისე იმოქონეთ. მაშინ იქნებით განსაკუთრებით წარმატებულები. და რაც შეეხება ქალწულს, ქალწულის შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შოუპოვარია, ბევრი რამ გამოსდის და რაც თავარია მაღალი პასუხისგებლობა აქვს. და ამას ძალიან აფასებენ კოლეგები და ხელმძღვანელები ამ პერიოდში. ამიტომ ეს ხელს უწყობს პროფესიონალურ წინსვლას, კარიერულ განვითარებას, მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობას, საინტერესო წინადადებები შეიძლება მიიღოს მათ შორის კარიერული და ბიზნეს საქმიანობის კუთხითაც კი ამ ნიშანმა, მაგრამ თავარი არის რა? თავარი გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში არის ის, რომ უნდა სიახლეები შემოიტანოთ. აი, რასაც ურანი ითხოვს თქვენგან. ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი ურთიერთობა, შეიძლება ახალი მეთოდოლოგია, შეიძლება ახალი ჩაცმულობა, ახალი ვარცხნილობა, რაღაც სიახლეები აუცილებლად, იმიტომ რომ სპონტანური იმპროვიზაცია და სიახლეები თქვენი წარმატების მომტანა რეფორმების დროა. გაუწულებო. და ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი კონტაქტი გაქვთ ინტერნეტთან ახლა, ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. აქედანაც მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ. და რაც შეეხება სასწორი თუ არის არმაცებს, საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს. რატომ? იმიტომ რომ ენერგოტონუსი აქვს ცოტა დაბალი და სიზარმაცისადმი მიდრეკილება ცოტა მაღალია. ამიტომ ჩქარობთ, მოდი ასე ვთქვა, ჯერ სუსტრაფობას ადგილი უნდა გქონდეს და არის არმაცობთ. აი ეს ორი ფაქტორია აუცილებელი გასწავლოს. ამას თუ გაითვალისწინებთ, სხვა მხრივ პერიოდი იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ კომუნიკაციისთვისაც კარგია. შეიძლება სხვა შორის ახალი წინადადება მიიღოთ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით და დაიკავოთ კიდეც ახალი თანამდებობა. კარიერული განვითარების კუთხით საკმაოდ კარგი პერიოდია. შეიძლება პროფესიონალური ამაღლება მოხდეს თქვენ, შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, მატერიალურ მდგომარეობა გაუმჯობესოთ, სოციალურ პროექტებში აქტიურად ჩაერთო და თქვენი ავტორიტეტი გაიზარდოს აქედან გამომდინარე. ამიტომ შანსები უდაოდ გაქვთ. თავარია არის არმაცოთ, ცოტა ასე ვთქვათ, იმოძრავოთ, რომ ეს პოზიტიური შანსები გამოავლინოთ და მატერიალიზაცია მოახდინოთ. მორიელი მეორე ფავორიტი ამ პერიოდის აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, მეომარი, უშიშარი, მებრძოლი, ზემძლავრი ინტუიციის მატარებელი, რომელიც აქ სწორ არჩევანს აკეთებს და რაც თავარია ძალიან ეხმარებიან პარტნიორები. აქ შეიძლება გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელიც მაქსიმალურად პარტნიორული სახით შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი, საქმიანი ან პირადი ურთიერთობების პარტნიორი, მაქსიმალურად დაეხმარება ახალი პროექტების მოძიებაში, შეიძლება ახალი ფინანსური წყაროების მოძიებაში და ახალ პარტნიორულ თანამშრომლობაში. ანუ სერიოზული ტრანსფორმაცია შეიძლება მოახდინოს თქვენ ცხოვრებაში, რაც იქნება თქვენი შემდგომი წინსვლის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების და პოპულარიზაციის მთავარი ფაქტორი. შილდოსნებს რაც შეეხება, ეს ნიშანი ამ პერიოდში ხა ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, გავითვალისწინოთ, ამიტომ არ უნდა გადაიღალოს, მაგრამ უნდა დაიღალოს აუცილებლად. რატო? იმიტომ რომ შანსები აქვს კარგი. პარტნიორული თანამშრომლობაც კარგად მიდის. არ არის გამორიცხული აქ საქორწინო ურთიერთობების ან სასწავლო კონტაქტების დამყარებაც. აქაც შეიძლება ისეთი პარტნიორები გამოჩნდნენ, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობენ მის განვითარებას წინსვლა და შეიძლება ახალი საინტერესო მსხვერპლობა ჩამოაყალიბონ მის ცხოვრებაში. ამასთან ერთად შეიძლება იყოს მატება ზოგიერთ თქვენთაგანის ოჯახში, შეიძლება მაგათ ახალ ბინაში გადახვიდეთ, სიახლეები შემოიტანოთ, რეფორმატორული იდეები გქონდეთ და მათი განხორციელების საშუალება მოგეცეთ. ანუ ეს არის პერიოდი, რომელიც საკმაოდ კარგია. იდეების რეალიზაცია, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, კარიერული წინსვლა, პირადი ურთიერთობებისთვისაც კი, მაგრამ აუცილებელი პირობა რა არის? ენაზე კბილის დაჭერა. საიდუმლოს დაცვა, სანამ რაიმეს დაიწყებთ. აი ჯერ დაიწყეთ, მერე გათქვით. მაშინ გაცილებით უფრო წარმატებული იქნებით. მთლიანობაში პერიოდი კარგია, თუმცა ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი და მიეცით მას დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. მაშინ უფრო სწორად იმოქმედებ და შეცდომებიც გექნებათ ნაკლები. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც თხის ქარი, ბევრი რამ გამოსდის, ორგანიზებულია, დისციპლინირებული, შეუპოვარე, მიზანსტრაფული, მომთმენი, კარიერული განვითარების კუთხით კარგი პერიოდია, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები უნდა გქონდეს პარტნიორებთან, გინდათ ბიზნეს საქმეან, გინდათ სასწავლო, იმიტომ რომ მათთან პარტნიორული თანამშრომლობა, მათი თანადგომა თქვენ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წარმატებისა. შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რაც მეტად სირთულეებს გადალახავთ, მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისები და იქნებით უკიდეგანოდ სამართლიანი, არაპრინციპით მეყოლის მართალი ვარ, აი მაშინ ერთ-ორად გაიზრდება თქვენი წარმატების ფაქტორი. ფინანსური კუთხითაც კი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებულია. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო ენერგოტონუსი გაქვთ ახლა დაბალი.
იმუნიტეტი დაბალი, ამიტომ თავარი არის რა, ნუ გადაიღლებით და ეცადეთ კარგად გამოიძინოთ. მაშინ თქვენი წარმატების ფაქტორა მოინვადებს. ძალიანობაში კვირა ცუდი არ არის. ხელს უწყობს რას იგი? მათ შორის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან ადრეული საქმეებიდან მატერიალური დივიდენდების მიღებას. პრემიებს, ბონუსებს შეიძლება აქ ადგილად ჩაერთოთ სოციალურ კონტაქტებში, რაღაც სოციალურ პროექტებში, საქველმოქმედო პროექტებში, ერთიორად გაზრდის თქვენს რეიტინგს და სხვა შორის მოგიტანთ არა მარტო ფინანსურ, ეს ყოველივე, არამედ მორალურ კმაყოფილებასაც კი. და ამასთან ერთად ინტუიცია თქვენი საკმაოდ მზარდია. მასზე დაყრდნობით გაცილებით მეც მიაღწევთ, ამიტომ შესაძლებლობა ზოგიერთი იდეის რეალიზაციისა, საინტერესო პროექტების განხორციელებისა და პარტნიორული თანამშრომლობისა ამ კვირაში გეკნებათ. რაც შეეხება თევზებს, აი მესამე ფავორიტი ამ პერიოდისა თევზებო, სიყვარულის დრო. ზოგიერთი დადგება ქორწინების წინაშე, რაც შეიძლება მეტად სიყვარული ჩადეთ ნებისმიერ თქვენს სიტყვაში, ნებისმიერ თქვენს საქმეში, რაც 1-2 სასიკეთო დაგებრუნებათ უკან. შვილებთან ურთიერთობა ძალიან ამაღლებულია და ურთიერთგაგება არის ძალიან მაღალი. ამასთან ერთად ინტუიცია, ზემძლავრი, შემოქმედებითი გამოვლენის უნარი გადასარევი. ეს არის პერიოდი, სადაც თქვენ გაქვთ მოგებების მაღალი ალბათობა, ლატარეები, სხვა კონკურსები და ასე შემდგომ და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, არის გამორიცხული და ეკავოთ საკმაოდ მაღალი თანამდებობაც ამ პერიოდში და კარგად წარმოაჩენთ თქვენი ორგანიზაციული მონაცემები და გავითვალისწინოთ ისიც, რომ აქ არ უშინდებით არავითარ პრობლემას და შეგიძლიათ უხიფად დროითყვიან ძალიან აქტიურად გადალახოთ ნებისმიერი პრობლემა და მიაქციეთ ყურადღება მანდილოსნებს, რომელიც შემოდიან ამ პერიოდში თქვენ ცხოვრებაში. აი ზოგიერთ ესეთი მანდილოსანი იქნება თქვენი სერიოზული სულიერი მსოფლმხედველობის ტრანსფორმაციის ფაქტორი და ის შემოიყვანს კიდევ იმ ადამიანებს და იმ გარემოცვას, რომელიც კიდევ რადიკალურად და სასიკეთოდ შესვლის თქვენ ცხოვრებას. ამიტომ იქნება ძალიან საინტერესო ახალი პროექტების, ახალი წინადადებების პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. აქტიურად და ყველაფერი კარგად იქნება. ყველას გისურვებთ წარმატებას. ესე იგი წყლის სტიქის ნიშნები. კი, მათი გულაობენ, მათი დროა. კი, ხო, მთელი კვირის განმავლობაში. ნუ, სხვასაც პრინციპში თავისი შანსები და შესაძლებლობები. კი, ყველას აქვს, ყველას. თავარია ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ჩვენს რა ბატონი მიხეილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენოთ დანიშნულებისამებ და ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ამ ფორმატში ერთმანეთს მომდევნო ორშაბათს